დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებისგან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისგან. მე ვიტყოდი არა იმდენად სასაცილო, რამდენადაც აღმაშფოთებელი, სრულიად არაკომპეტენტური განცხადება, არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმის კლასიკური მაგალითი, როდესაც შესაძლო უმნიშვნელოვანეს დიპლომატიური შეხვედრის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ჩვენი მხარე, საქართველოს მხარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უწუნებს გამოცდილებას, კომპეტენციას და შიშობს, რომ ის ვერ შეძლებს უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთ-ერთზე დაждდომას და ამისათვის დღევანდელი უმრავლესობის წარმომადგენლები ვარაუდობენ, ვჭობენ და ფიქრობენ, რომ იქ გააგზავნონ სხვა. რა ქვია ამას, ბატონო მეგობრებო, თუ არა უდიდესი უპასუხისმგებლობა იმ საქმისადმი, რომელიც თქვენ გაბარიათ და ქართველმა ერმა ჩაგაბარათ, რა ქვია ამას, თუ არა და ისევ და ისევ იმეორებ უცოდინრობა, უხერხემლობა და არაპროფესიონალიზმი. ვინ გიშლიდათ ხელს რომ აგერჩიათ უფრო გამოცდილი და ნორმალური კადრი. რამდენიმე ერთი თვის წინ, როდესაც წყდებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნის შესახებ, ჩვენ კონკრეტულად პიროვნებაზე არ აქვს საუბარი, თუმცა მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე მას დიდი პატივისცემა კონსულსაც კი, მაგრამ იმის გამოცდილებაც კი არ აქვს და მას ნიშნავენ საგარეო საქმეთა მინისტრად, ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ეს არის მორიგი ქართული ოცნების არაკომპეტენტური შერჩევა კადრების და ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში მართალნი ვიყავით. ლავროვთან თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვერ შეძლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას, შტაინმაიერთან შეძლებს, თუ სხვებთან შეძლებს. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ის დამოკიდებულება დღევანდელი გადაწყვეტილებების მანდ საქართველოს ხელისუფლებას გონისხმობ, რომელიც მათ არასწორად აქვს მიღებული საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა კუთხით, საშინაო კუთხით, ეკონომიკური კუთხით. ერთი უბედურებაა, რომ შენი საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიგაჩნია კომპეტენტურად და მეორე უბედურებას და სასაცილო ქმედებას ამატებ, როდესაც მის ნაცვლად სხვისი გაგზავნა გინდა. ამიტომ ნუ გვიკვირს, როდესაც ევროსაბჭო და სხვადასხვა სტრუქტურები თავზე ამხობენ დღევანდელ ხელისუფლებას სხვადასხვა მიმართულებით მათი არაკომპეტენტურობის გამო რეზოლუციებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენ საქართველოს მოსახლეობას, რომ დავანებოთ თავი მესიებზე ფიქრს, მესიების მოსვლას და მომავალ არჩევნებში ხმა მივცეთ იმ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკურ ლიდერს და პოლიტიკურ ლიდერებს და პიროვნებებს, რომლებსაც რეალურად ძალუძს საქმის კეთება.